მოგესალმებით, მე თამარი ვარ და ქართულ მედია ჯგუფთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს. ერთ კვირაზე მეტია თურქეთის ქალაქებში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში, დაკავებული ოპოზიციონერი მერის ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქციები იმართება. სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ქვეყანაში ვითარება და დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს სამხედრო ხარჯებზე 863 მილიარდი დოლარის გამოყოფა. Rearm Europe-ის გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში მოხდება ევროპის არმიების რეორგანიზაცია, გადაიარაღება, რიცხოვნობის გაზრდა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეძლებს იარსებოს თურქეთის გარეშე. ფაქტი, რომ ევროპას თურქეთი სჭირდება, უკვე ყველასთვის ცნობილია, როგორც თავდაცვის, ისე სხვა დარგების მხრივ, როგორიცაა ეკონომიკა, დიპლომატია, ვაჭრობა და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტები. თურქეთი მზად არის განავითაროს ურთიერთობა ევროპასთან ორმხრივი ურთიერთგაგების და პატივისცემის საფუძველზე. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთ-ერთში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ უსაფრთხო გადაზიდვები და გამორიცხონ ძალის გამოყენება შავ ზღვაში. ამერიკა დაეხმარება რუსეთს აღადგინოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტზე. ვაშინგტონი და კიევი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ მექანიზმი, რომელიც აკრძალავს რუსეთის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს. შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ გამორიცხონ ძალის გამოყენება შავ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ. ტაივანი ჩინეთის საბერძნეთ სამხედრო ხარჯებს ზრდის. პრეზიდენტი ლაი ჩინგდეს თქმით, 2026 წლისთვის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს მიაღწევს. ამერიკული იარაღის შესაძენად დამატებით 10 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. მშვიდობიანობის დროს აღდგება სამხედრო ხასიათის გამოცდები. გამკაცრდება სრუტის კონტროლი ჩინური ხომალდების და ავიაციის შემოღწევის აღსაკვეთად. შვედეთი გეგმავს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების გადაიარაღებას, აცხადებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი. ქვეყნის მთავრობას აქვს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-დან დაახლოებით 3.5%-მდე 2030 წლისთვის. შვედეთი ასევე გეგმავს 2025 წელს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდას 2.5 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე. რამდენიმე ქვეყანამ საფრანგეთის სამიტზე უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარების პირობა დადო. ემანუელ მაკრონის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ, რომ სამი კვირის განმავლობაში წარადგინონ წინადადებები რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგთან დაკავშირებით. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის გენშტაბის მეთაურები კიევში გაემგზავრებიან, რათა უკრაინის დახმარებაზე იმუშაონ. ის, რაც ჩვენ გვჭირდება, არის ვარიანტები, რომლებიც სანდოა და შეიძლება ოპერატიულად განხორციელდეს, მაგრამ ახლა ამ საკითხზე გენშტაბის მეთაურები იმსჯელებენ. ბრიტანეთი ზრდის სამხედრო ზეწოლას, რადგან მშვიდობა ძალის მეშვეობით მიიღწევა, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.